დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია რესტორანაზე თარგმანით. ჩვენ რასაკვირველი ადამიანზე ვსაუბრობთ, მით უფრო იმ განსაკუთრებულ კვირაში, რომელიც დღეს მიიწურება. ძალიან ხშირად, როდესაც ჩვენ ადამიანის სიცოცხლეზე ვსაუბრობთ, ადამიანის ფასეულობაზე ვსაუბრობთ, ადამიანის ღირებულებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის მიერ გაკეთებულ არჩევანზე, ცხოვრების წესის სასარგებლოდ და ცხოვრების ამა თუ იმ წესს აუცილებლად აქვს თავისი მდგენერები, მათ შორის ადამიანის ცხოვრების წესის ისეთი ფაქტორი, როგორიც გახლავთ კვება. კვება, რომელიც სასიცოცხლო მოთხოვნილებაა, კვება, რომელიც გარეშეც სიცოცხლე არ არსებობს და კვება არაუბრალოდ საკვებია და საჭმელი, სასმელი, არამედ ეს არის საზრდო ადამიანის ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობისთვის. სწორედ ამიტომ წითელ პარასკევს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ჩვენ სათქმელს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ პარასკევს ჩვენ კვებით შუქნიშანზე საგანგებოდ ვსაუბრობთ, კვებით რეკომენდაციებს გამოვყოფთ ყველა დანარჩენი საკითხისგან, დღევანდელი ჩვენი კვებით შუქნიშანი იქნება სრულიად გამორჩეული და ამას აქვს თავისი სარიტუალო დატვირთვა ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომელიც დღევანდელ დღეს და ყველა შემდგომ დღეს უკავშირდება. ტრადიციული კვებით შუქნიშანი სამფერია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სათქმელიც შინაარსობრივად მიესადაგება წითელს, ყვითელს და მწვანეს. რასაკვირველია, დღევანდელი ჩვენი სათქმელი უნდა მწვანით დავიწყოთ. ის, რაც განსაკუთრებულ დატვირთვას ძენს დღევანდელ დღეს, განსაკუთრებულ დატვირთვას ძენს დღესასწაულს, რომელსაც აღდგომა ჰქვია და განსაკუთრებულ დატვირთვას ძენს იმ ტრაპეზს, რომელიც უკავშირდება სწორედ ამ დღესასწაულს. მე მინდა გაგახსენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია მაგალითად სარიტუალო კვება, რომელიც აღდგომის დღესასწაულთან არის ასოცირებული. რამდენიმე მოვლენა უძღვის წინ აღდგომას და უპირველეს ყოვლისა ეს არის მზადება აღდგომისთვის, როდესაც ხანგრძლივად მარხვას ინახავენ მორწმუნეები და გარდა ამისა, ყველა დანარჩენი ადამიანისთვის, ისევე როგორც მორწმუნეთათვის, ეს თარიღი ემთხვევა განსაკუთრებულ სეზონურ კვების მოდელს. რა არის ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელი? გასათვალისწინებელია მომარხულეთა შემთხვევაში ხანგრძლივად ცხოველური საკვების გარეშე დაყოვნება და შემდეგ ხსნილი, რომელსაც აქვს უზარმაზარი დატვირთვა და თუ გნებავთ სამეცნიერო სიბრძნე ყოველგვარი ნუტრიციოლოგიის და ბიოქიმიის ცოდნის გარეშე, როდესაც კონკრეტული პროდუქტები ყველაზე კარგად ეხმარება ჩვენს ორგანიზმს ხანგრძლივი აღკვეთის შემდეგ უმტკივნეულად სამედიცინო პრობლემების გარეშე გადავიდეს გაფართოებულ კვებაზე. თუ რომელი პროდუქტებია, ამაზე მოგვიანებით გეტყვით. ხოლო რაც შეეხება სეზონურ თავისებურებას, მოგეხსენებათ, ზამთრის სეზონს აქვს ძალიან დამახასიათებელი კვებითი რაციონი, იმიტომ რომ ხილისა და ბოსტნეულის არჩევანი სრულიად განსხვავებულია და გაზაფხულის ფაზა, როდესაც ჩვენი ბუნებრივი არჩევანი იზრდება და ფართოვდება, დღესასწაულს როცა ემთხვევა, შემოდის ის განსაკუთრებული კომბინაცია, რომელიც ცალკეულ სარიტუალო კერძში იყრის თავს. მოდით ცოტა უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ და გავყვეთ ამ თავისებურებას. მაგალითად, როდესაც ჩვენ ვამბობთ ხსნილი პროდუქტებით, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ შევთანხმდით, რომ ხსნილი უნდა იყოს არა ხორცით და ხორცს პროდუქტებით, არამედ პირველი გათამამება კვებასთან ხანგრძლივი მარხვის შემდეგ უნდა იყოს რძის ნაწარმით და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სარიტუალო დატვირთვით კვერცხის გამოყენება. რატომ კვერცხის? ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და მე შემიძლია თამამად გითხრათ, მაშინაც კი, როდესაც გარკვეულ ეტაპზე მეცნიერებამ გადაწყვიტა გაელანძღა კვერცხი როგორც საკვები პროდუქტი, მე მაშინაც კი ამის დასტური გახლავთ ჩვენი გადაცემის არქივი, ყოველთვის აღმატებით საუბრობდი ამ პროდუქტზე. თუნდაც იმიტომ, რომ ის არის უნიკალური ცილოვანი ნაკრები, მასში ყველა აუცილებელი ამინომჟავა შედის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პროდუქტებზე, მაგალითად კომბინაციაში კვერცხთან და მის ღირსებებთან, ნუ გავითვალისწინოთ საკუთრივ კვერცხში ცილოვან კომპონენტთან ერთად ყვითრის ნაწილი, რომელშიც ცხადია არის ქოლინი,
და ამ მხრივ რეკორდულად მაღალია მაჩვენებელი ამ პროდუქტში. გასათვალისწინებელია მზასახით დ-ვიტამინის, ა-ვიტამინის არსებობა, უამრავი მინერალის და ცხიმოვანი მჟავის არსებობა. მოკლედ, კვერცხის ღირსებაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ერთი თავისებურება. რითი განსხვავდება ჩვეულებრივ მოხარშული კვერცხი წითლად შეღებილი კვერცხისგან. ტექნოლოგიურად ორივე შემთხვევაში მაგრად მოხარშულ კვერცხზე ვსაუბრობთ. თუ მაგალითად ჩვეულებრივი შეუფერავი კვერცხის შემთხვევაში შეიძლება ნაკლები დრო დავაყოვნოთ იმისათვის, რომ სასურველი ფერი მივიღოთ, აქ არა მარტო კვერცხის მოხარშვას, არამედ შეფერვის ტექნოლოგიასაც ვითვალისწინებთ, ამიტომ როგორც წესი საღდგომო კვერცხი არის ძალიან კარგად, მაგრად მოხარშული, რაც ძალიან ბევრი პრობლემისგან გვიცავს. გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, როდესაც კვერცხზე ვსაუბრობთ. კვერცხის შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ის შედის ასევე იმ სარიტუალო პროდუქტებში, რომელიც ახლავს საღდგომო ტრაპეზს. ეს გახლავთ საღდგომო ნამცხვარი და ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული საღდგომო პასკა, რომელიც შეიძლება როგორც ნამცხრად აღიქვას ზოგიერთმა და შეიძლება მომზადდეს ხაჭოსგან. ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ შემთხვევაში ხაჭოც არის ზუსტად ის პროდუქტი, რომელიც ყველა ამინომჟავით ამარაგებს ჩვენს ორგანიზმს და ხსნილისთვის იქნებოდა საუკეთესო არჩევანი, ისევე როგორც კვერცხისა და საღდგომო ნამცხვრის კომბინაცია. რეალურად მე კვერცხის თემას კიდევ ერთი კუთხით უნდა შევეხო, ამჯერად უფრო წითელი ფერის შესაბამისად, ჩვენი შუქნიშნის წითელი ფერის შესაბამისად. მესმის, რომ ძალიან გვიადვილებს დიასახლისებს, მაგალითად, სწრაფად საღდგომო კვერცხის მომზადებას კონკრეტული ნარევების გამოყენება, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ მიუხედავად მყარი გარსისა, რომელიც აქვს კვერცხს, არ უნდა მოგვატყუოს ამ სიმყარემ და უნდა გავითვალისწინოთ, რომ უხილავი ფორებით არის დაფარული, რაც იმას ნიშნავს, რომ გარსი შემავალია. რაც იმას ნიშნავს, რომ ესა თუ ის ნივთიერება, რომელშიც მოვათავსებთ კვერცხს, სხვადასხვა ტემპით, მაგრამ აღმოჩნდება კვერცხის შიგნით. ამიტომ, როდესაც თქვენ გაურკვეველი წარმომავლობის საღებავს ყიდულობთ, როდესაც თქვენ ყიდულობთ მზანარ თუნდაც ენდობით გამყიდველს, რომელმაც შემოგთავაზათ ეს პროდუქტი, აუცილებლად დასვით საკუთარ თავს კითხვა. არის თუ არა იმის რისკი, რომ ეს პროდუქტი იყოს საზიანო? არის თუ არა იმის რისკი, რომ საღებავი არ იყოს კეთილსინდისიერად მომზადებული? ამიტომ ის მამაპაპური ტრადიცია, რომელიც დამკვიდრებულია, რომელიც გარკვეულ მისტიკურ დატვირთვას ატარებს ფესვებიდან წამოსული საღებავი როგორ იქცევა ჩვენთვის რჩეული პროდუქტის, სიცოცხლის სიმბოლოდ რჩეული და ქცეული პროდუქტის გარსად, ამას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა. ჯეჯილი, რომელიც აუცილებლად ახლავს ამ დღესასწაულს და ჯეჯილი როგორც ხორბლის ნაზარდი, როგორც ასევე მისტიკური კომპონენტი, ხორბლიდან წამოსული ყველა ნივთიერება თავს იყრის ჯეჯილში. ეს არ არის უბრალოდ სიცოცხლის, სიხასხასის, გაზაფხულის სიმბოლო, ახალი სიცოცხლის დაბადების სიმბოლო. ეს არის ყველაფერი ის, რაც დედაშვილისთვის გაემეტება. ასე ხდება ჩანასახიდან, ხორბლის მარცვლიდან ჯეჯილში ეს პროდუქტები. ამიტომ მორწმუნეები იმედია არ მიწყენენ, როდესაც ჯეჯილი გაჩნდება ჩვენს ოჯახში, ის შეიძლება ჩვეულებრივ მაკრატლით მოჭრათ და გამოიყენოთ კერძის შემადგენლობაში, სალადის შემადგენლობაში, თუნდაც დატვირთვით მწვანილისა, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით მცენარეულ ბოჭკოს, დიდი რაოდენობით ბეჭდგუფის ვიტამინებს, დიდი რაოდენობით მაგნიუმს. ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ხორბლის შეკაზმის ტრადიცია, წანდილი, კორკოტი, სხვადასხვა სახელით არის ცნობილი, მაგრამ ამ პროდუქტების გაერთიანება ხორბლის ღირსებებთან ერთად თავს უყრის ისეთ თავისებურებებს, როგორიც არის მაგალითად ამ გამომშრალ ჩირებში, გამომშრალ ხილში, ანუ ჩირებში არსებულ მინერალებს, აგრეთვე სხვადასხვა ტიპის ცხიმს, განსაკუთრებით მცენარეულ ომეგა-3-ს, რომელიც არის ნიგვზის შემადგენლობაში, აღარაფერს ვამბობ ქიშმიშის შემადგენლობაში არსებულ მინერალებსა და ისეთ ანტიოქსიდანტებს, რომელიც ჩვენი ორგანიზმისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაზაფხულზე და ვისარგებლებ შემთხვევით და აუცილებლად გაგახსენებთ, როდესაც
ტრადიციულად კერძები მზადდება გაზაფხულზე აღდგომასთან დაკავშირებით საქართველოში ოჯახების უმრავლესობა ჩაქაფული ახსენდება. მე არ მინდა ეს ფრაზა აღიქვას გამაღიზიანებლად საზოგადოების იმ ნაწილმა, ვისთვისაც არ არის ამ წუთებში ხელმისაწვდომი ჩაქაფულის მომზადება. მაგრამ აქ მთავარი ღირსება არის, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ხორცის, ღვინის, ახალგაზრდა ტყემლის ან ალუჩის კომბინაცია ესტრაგონის, ანუ ტარხუნის შემადგენლობაში არსებულ ორგანულ მჟავეებთან ბევრი მწვანილის გამოყენებით, ნედლი ხახვის გამოყენებით, რომელშიც რეკორდული რაოდენობით არის C ვიტამინი და ხორცში არსებულ რკინას ძალიან ეხმარება შეწოვისთვის. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი საკითხი, რომელიც უკავშირდება მაგალითად ხორცის გარეშე, სიმსუყის გარეშე შეგვიძლია თუ არა ამ პროდუქტების ღირსება შევიგრძნოთ, რასაკვირველია შეგვიძლია შევიგრძნოთ და ეს უკავშირდება სწორედ ტარხუნის და იმ მწვანილების კომბინაციას, რომელიც სეზონურად არის ახალ შემოსული, ანუ ნიადაგიდან მაქსიმალურად აქვს წამოღებული სასარგებლო ნივთიერებები, მათ შორის მინერალები და წყალში ხსნადი ვიტამინები და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ღვინოსთან მისი შეხამება გვაძლევს ორგანიზმის ანტიოქსიდანტების დატვირთვის წინაპირობას და გვაძლევს შესაძლებლობას სისხლის შედედებისგან დავიცვათ, რადგან ყველა ამ ჩამოთვლილ პროდუქტში არის საკმაოდ დიდი რაოდენობით კუმარინები, მით უფრო რომ კურკოვანი პროდუქტი, რომელიც პირველად გამოიყენება ამ კერძში, ჯერ არ არის გამყარებული კურგით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამიგდალინით არ მოგწამლავს და შესაბამისად ასეთი კომბინაცია არა უბრალოდ სარიტუალო, არამედ სასარგებლოა თავისი შემადგენლობით. რაც შეეხება კვერცხის შეღებას, კვერცხის უცაფრთხო გამოყენებას, ამაზე კიდევ ერთხელ ჩვენი ვიდეო რჩევა შეგახსენებთ. კვერცხის უსაფრთხო მოხმარება ბავშვებში. კვერცხი ბავშვების კვებაში რეკომენდებულია 7-8 თვის ასაკიდან. თავდაპირველად ყვითრი, ანუ კვერცხის გული გამოიყენეთ. კვერცხის გული 4 ნაწილად გაყავით და ბავშვს მხოლოდ 1/4 მიეცით. ულუფა გაზრდეთ ნახევრამდე 9-10 თვის ასაკში. თლიანი კვერცხის გული შეიძლება მისცეთ მხოლოდ 1 წლიდან. ამავე ასაკში მიზანშეწონილია ცილის ჩართვაც. 12 თვიდან ბავშვი თანდათან გადაიყვანეთ თლიანი კვერცხის მოხმარებაზე. ასაკის მატებასთან ერთად შეგიძლიათ გაზარდოთ ბავშვის მიერ მოხმარებული კვერცხის რაოდენობა. სასკოლო ასაკის ბავშვისთვის ოპტიმალურია 4-5 კვერცხი კვირაში. დაიმახსოვრეთ, კვერცხი მაღალი ალერგიული პოტენციალის პროდუქტია. თუ ბავშვს კვერცხის ცილაზე ალერგია აქვს, სიფრთხილე გამოიჩინეთ აცრის დროს, რადგან ზოგიერთი ვაქცინა შეიცავს კვერცხის ცილას. კვერცხზე ალერგიის დროს შესაძლებელია ჯვარედინი ალერგიული რეაქციები, მაგალითად, მწყრის კვერცხზე, ქათმის ხორცსა და ბულიონზე, მაიონეზზე, ბუმბულის ბალიშზე და ასე შემდეგ. არ დააძალოთ შვილებს ეგრეთ წოდებული გოგლი-მოგლი. ომი კვერცხი შეიძლება სალმონელოზის წყარო გახდეს. დიდი რაოდენობით შაქრის ფხვნილი კი არაერთი დაავადების ხელშემწყობი პროდუქტია. გამოყენებამდე კვერცხი აუცილებლად გარეცხეთ თბილი წყლით. შენახვისას, თუნდაც მაცივარში, კვერცხი წონაში იკლებს და ნაჭუჭი ნაკლებად იცავს შიგ-თავს. სააღდგომო კვერცხი ბავშვებს მიეცით შეღებვიდან არაუმეტეს 1 კვირისა შენახვის წესების დაცვით. სიცოცხლის გახანგრძლივება და არა გადამდებ დაავადებათა თავიდან აცილება შესაძლებელია სწორი კვებით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით, თამბაქოზე უარის თქმით. აირჩიე ჯანსაღი ცხოვრების წესი, პირადი ექიმის რჩევით. როგორც გადაცემის შესავალში ვახსენე, დღევანდელი ჩვენი საუბარი კვებითი შუქნიშნის ფერებს შეესაბამება. და დღევანდელი დაყოფა წითელი, ყვითელი და მწვანე ფერის შესაბამისად კონკრეტულ სიტყვებად იქცა. მინდა დავუბრუნდე სამარხო კვების შემდეგ გაფართოებას და განსაკუთრებული ყურადღება მინდა მივაქციოთ იმას, რომ ჩვენი ორგანიზმი ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლისთვის ემზადება და ძალიან უადვილდება თუ ამ ეტაპების ცვლილებას თანდათანობით საფეხურებრივად შევთავაზებთ. ასეთ შემთხვევაში, როგორც გითხარით, სარიტუალო დატვირთვის მქონე პროდუქტი
როგორიც გახლავთ წითელი კვერცხი, როგორიც გახლავთ სააღდგომო ნამცხვარი, პასკა, გვაძლევს საშუალებას სწორედ პირველი მაქსიმალურად მსუბუქი გაფართოება შევთავაზოთ ორგანიზმს. შემდეგ შემოდის რძის ნაწარმი, ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგ საფეხურად თევზი განვიხილოთ, ფრინველის ხორცი და მხოლოდ შემდეგ წითელი ხორცი საქონლის, განსაკუთრებით სიფრთხილით უნდა მივიღოთ ასეთ დროს ცხიმიანი ხორცი. თუმცა ჩვენ ძალიან ხშირად ხედავთ ხოლმე მდგომარეობას, როდესაც პირდაპირ ცხიმიანი წითელი ხორცით და საკმაოდ დიდი ულუფა ალკოჰოლით ხდება ორგანიზმის დატვირთვა. ასეთი დატვირთვა ორგანიზმისთვის გარწმუნებთ, არც თუ ისე უსაფრთხო შეიძლება აღმოჩნდეს, განსაკუთრებით იმ ადამიანებისათვის, ვისაც ესა თუ ის ქრონიკული დაავადება აქვს კუჭნატლავის ტრაქტის და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს არის კონკრეტული ნივთიერებებით ძალიან ინტენსიური დატვირთვა, რომელსაც გადაჩვეულია ჩვენი ორგანიზმი, თუ მარხვის მოდელი სწორად დავიცავით. და ასეთ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი. რა არის დღესასწაული? რა თქმა უნდა, სასწაული, რომელიც ადამიანებს აერთიანებს, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სასწაული ჩვენში, რომელიც ქმნის იმ განსაკუთრებულ ურთიერთობას, იმ განსაკუთრებულ ველს და იმ განსაკუთრებულ დატვირთვას ანიჭებს ტრაპეზს, რაც ახლავს ადამიანების სიყვარულს, მოსიყვარულე ადამიანების ურთიერთობას. ამიტომ ნებისმიერი დღესასწაული ეს არის უპირველეს ყოვლისა საყვარელ ადამიანებთან ერთად გატარებული დრო. ეს არის უპირველეს ყოვლისა ადამიანების გამთლიანება სიკეთის გარშემო და დღეს როგორც არასდროს ამაზე დაფიქრება არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დღეს წითელი პარასკევია და სულ რამდენიმე საათში ოჯახები და საზოგადოება ერთი საერთო იდეის გარშემო, კეთილი იდეის გარშემო შეიკრიბება და გარწმუნებთ, აქ არა ხორცი ან ალკოჰოლის დოზაა გადამწყვეტი იმისათვის, რომ ერთმანეთთან ურთიერთობით ვისიამოვნოთ, არამედ ის სიყვარული, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და რომლის გამოც ღირს ჩვენი არსებობა. მე გილოცავთ დამდეგ დღესასწაულს, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.